ჩვენ ადრეც ვთქვით ამასთან დაკავშირებით, ეს გახლავთ პერსონალურად გიორგი გახარიას გადასაწყვეტი, როგორც პირველ ჯერზე იყო, მან გადაწყვეტა მისულიყო კომისიაზე და ეპასუხა იმ შეკითხვებისთვის, რომელიც იყო ამ კომისიაზე წარმოდგენილი. ახლა ზუსტად იგივე, ის პერსონალურად გადაწყვეტს მივიდეს თუ არა საგამოძიებო კომისიაზე და უპასუხოს თუ არა იმ შეკითხვებს, რომლებიც იქნება. განხილვა არ ქონიათ ამის შესახებ პარტიაში? ჩვენ მუდმივად გვაქვს განხილვები, თუმცა ეს საკითხი არის პერსონალურად ბატონი გიორგი გახარიას. რას უკავშირდება მისი ხელახლა დაბარება ამ საქმის წამოწევა? ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების იბარებენ, ხო, ამ საქმესთან დაკავშირებით და მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე არ ქონიათ პრეტენზია ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რატომღაც ახლა ეს საკითხი გახდა გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოკლედ ამ განახლების საფუძველი, ხო? კომისიაზე მისვლის შემდეგ ჩვენ უკვე გვქონდა ამასთან დაკავშირებით ასე ვთქვათ აზრი ჩამოყალიბებული, რომ რეჟიმი ცდილობდა საკუთარი ნაბიჯებიდან გამომდინარე რაიმე სახით ჩაერთო აი ამ პროცესში გიორგი გახარია და ვხედავთ, რომ დღესდღეობით ოცნება ყველანაირად ცდილობს საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაუცველად და აი საზიანოდ ოკუპანტი ქვეყნის მხარეს მის წისქვილზე წყლის დასხმით ცდილობს, რომ ყველანაირად თავისი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დასაჯოს გავლენით დანიშნულს უწოდებს. დიახ, და ძალიან საინტერესოა კონკრეტულად Deep State-თან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოვისმინეთ ამ დღეების განმავლობაში მათი აღიარება, ოცნების აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ 10 წლის განმავლობაში ისინი უჯერებდნენ Deep State-ს და კონკრეტულად გიორგი გახარიას პრემიერად დანიშნვის საკითხიც იყო Deep State-დან წამოსული მათი თქმით. ჩვენ უბრალოდ ლეგიტიმური შეკითხვა გვებადება, თუ 10 წლის განმავლობაში ისინი Deep State-დან იმართებოდნენ, რა ხდება ახლა? და ხომ არ მოხდა Deep State-ის ცვლილება, მაშინ Deep State-ს ისინი უცხოური ასე ვთქვათ ძალების მოხსენიებით იხსენიებენ, ასე ვთქვათ და ხომ არ მოხდა, იმიტომ რომ ხედავთ, რომ დაახლოებით 3 წელია ფაქტიურად არაადეკვატურ ნაბიჯებს დგავს ოცნება. ჩვენ ხედავთ, რომ ქვეყანაში ყავს 53 პოლიტპატიმარი. ფაქტიურად დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი არჩევნები არის მიტაცებული ოცნების მხრიდან. ახლა რომ Deep State-ის გავლენისგან გათავისუფლებული, აი უსაფრთხოების საბჭოს გაუქმების შესახებაც. რა გარანტია გვაქვს ჩვენ, რომ 10 წლის განმავლობაში, როდესაც ისინი უჯერებდნენ Deep State-ს, ახლაც არ მოქმედებენ Deep State-ის დირექტივების მიხედვით და ასევე ვინ არის ეს Deep State-ი? ხომ არ მოხდა Deep State-ის ვინაობის ცვლილება და ხომ არ არის ეს ოკუპანტი რუსეთი ამ შემთხვევაში? კი ბატონო, არჩევნების თემაზე რომ გადავიდეთ, თქვენი პარტიის პოზიციაც არის ცნობილი. თქვენ აპირებთ არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა ახლა რაღაცა ახალი კონტურები გამოიკვეთა სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, გულისხმობ მამუკა ხაზარაძის გეგმას. თქვენ რამენაირად თუ შეუერთდებით, თუ დაიწყო რა თქმა უნდა ამაზე მსჯელობა, იმიტომ რომ ორი ოპოზიციური კოალიცია ამ დრომდე წინააღმდეგია ხო არჩევნებში მონაწილეობის, შესაბამისად არ ვიცი ისინი რამდენად ჩაერთვებიან თუ არა ამაზე მსჯელობას. შესაძლოა მსჯელობა დაიწყოს, თუმცა არ ვიცი საბოლოო გადაწყვეტილება რამდენად იქნება ამ არჩევნების სასარგებლოდ. თქვენ რადგან გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა, უფრო აქტიურად ხო არ შეიძლება ჩაერთოთ განხილვაში არჩევნებთან დაკავშირებით, რასაც ლელო აინიცირებს. დიახ, აქ გვაქვს ალბათ ორი კომპონენტი, ძალიან მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ჩვენ ეს დისკუსიის და მსჯელობის ეტაპი ძალიან დიდი ხანია უკვე გავიარეთ. ჩვენ დიდი ხანია უკვე განვაცხადეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ემზადებოდით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ანუ ეს არის მზაობა, რომ ვიღებდით მონაწილეობას არჩევნებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამაზე მსჯელობას ვერ შევუერთდებით, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს. ჩვენ ახლა ამ ეტაპზე ვემზადებით არჩევნებისთვის და რა თქმა უნდა, მთავარი სამზადისი არის იმ ნეიტრალური, პოლიტიკურად ნეიტრალური, არაპარტიული კანდიდატების მოძიება, რომლებიც იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის მისაღები. ამ ნაწილში თანხმდრა გაქვთ თქვენ და მამუკა ხაზარაძე. თქვენს ეთერსაც ვუსმენდი ახლა და ჯერ მკვეთრად და მკაფიოდ არ განუცხადებიათ მათ, რომ ისინი იღებენ მონაწილეობას არჩევნებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს ეტაპი უკვე გავიარეთ, ჩვენ თვალნათლივ ყველას გასაგონად ვთქვით. პირობა დაასახელებენ, რომ
მოიძებნოს 50 ადამიანი, რომელიც იქნება ზეპარტიული დამოუკიდებელი. თქვენთვისაც თუ ეს არის მნიშვნელოვანი პირობა, რა გამოდის ერთნაირ? ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ დიდი ხანია განვაცხადეთ, რომ ვიღებდით და ვემზადებოდით არჩევნებისთვის, რადგან არჩევნები ჩვენთვის არის დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი მშვიდობიანი ფორმით მოახდინოთ ცვლილება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვთვლით, რომ სამწუხაროდ დღესდღეობით საქართველოში ოცნებას ყავს მხარდამჭერები და საკმაოდ ბევრი არიან, ამიტომ ჩვენ ნებისმიერ საშუალებას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვესაუბროთ ოცნების ამ მრჩეველს, ვესაუბროთ და დავანახოთ მათ რეჟიმის დღევანდელი მდგომარეობა, ის რომ ისინი უცხო ინტერესებისთვის მუშაობენ, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ დიახ ჩვენ მუშაობთ. ამჟამად მეორე ეტაპზე ვარ და მუშაობთ ნეიტრალური კანდიდატების მოსაძიებლად. გიორგი გახარიაც შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს, ქართული ოცნება ისე მიიწევს წინ მის ამ თუნდაც ამ ჩორჩანის საქმესთან დაკავშირებით. თუ დადგა ასეთი შედეგი, არ ვიცი, მოსალოდნელი ალბათ ყველაფერი არის ამ პირობებში, ეს როგორ შეუშლის ხელს თქვენს გეგმებს, ან შეუშლის თუ არა საერთოდ? ნამდვილად არ შეუშლის გეგმებს, ჩვენ დიდი ხანია განვაცხადეთ, რომ ვიღებთ მონაწილეობას და ვემზადებით არჩევნებისთვის, აქედან გამომდინარე, სრულიად ამის დაკავშირება ერთმანეთთან შეუძლებელია და ის რაღაც თეორიები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე რეჟიმი ცდილობს ჩვენი არჩევნებში მონაწილეობის გადაზღვევას, ესეც აბსურდულია. ჩვენ ხედავთ, რომ აი ამ აბსურდული თეორიებით 13 წლის განმავლობაში თუნდაც ნაციონალური მოძრაობა ცდილობს დაამარცხოს ეს რეჟიმი. რომ ამ მუქარით შესაძლო დაპატიმრების მოლოდინით ახდენს ეწოლას, რომ არჩევნებში ჩაერთოთ ამას გულისხმობ. მათი თეორიები არის ამის შესახებ, თუმცა ჩვენ ადრე განვაცხადეთ და ახლაც ვიძახეთ, რომ ვიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, არანაირი ზეწოლა, არანაირი ეს მდგომარეობა და რეპრესიები არ იმოქმედებს ჩვენს გადაწყვეტილებაზე, ასევე არ იმოქმედებს ჩვენს გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო ფაქტორები, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს და ვემზადებით არჩევნებისთვის, აქედან გამომდინარე ამაზე საუბარი უბრალოდ აბსურდულია. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამ დამოუკიდებელი კანდიდატების მოძებნა? ვინ იქნებიან ეს ადამიანები? იქნებიან, არ ვიცი, პროტესტში ჩართულები, პროტესტისგან დამოუკიდებლად სხვა ადამიანები, სად ეძებთ და როგორ ეძებთ? რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები იყვნენ ნეიტრალური, ზეპარტიული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის სასიკეთოდ იქნებიან მომართულები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამჟამად ვემზადებით, გვაქვს კონსულტაციები სხვადასხვა ადამიანებთან, ამ ადამიანებს ვეძებთ და ვცდილობთ, რომ აქტიურად მოვემზადოთ ამ პროცესისთვის, მაგრამ იცით, რომ თავისი ვადები აქვს ყველაფერს, ჯერჯერობით გვაქვს ამისთვის დრო. აქედან გამომდინარე, ვადებიდან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა საზოგადოებას განვუცხადებთ ყველაფერს, გავაცნობთ ჩვენს გეგმას, ასევე იმ კანდიდატებს, რომლებსაც მოვიძიებთ და ჩემი აზრით, ჩვენს პარტიას ეყოლება საუკეთესო კანდიდატები, როგორც ყოველთვის. თუ გაქვთ სავარაუდო ვერსიები მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, მესმის რომ შეიძლება ახლა არ მითხრათ კონკრეტულ კანდიდატებზე, მაგრამ თქვენ თუ გაქვთ ერთმანეთში შეთანხმებული ან ჯერჯერობით მერობის კანდიდატზე არ ყოფილა მსჯელობა, რადგან დღესდღეობით მნიშვნელოვანი არის, ჩვენ ვიცით, რომ თბილისში 25 მაჟორიტარი კანდიდატი უნდა იყოს წარმოდგენილი, შესაბამისად თბილისის ნაწილში ამაზე ვმუშაობთ, რა თქმა უნდა, ასევე რეგიონების ნაწილში ვეძებთ ჩვენ ნეიტრალურ და პოლიტიკურად აქტიურ კანდიდატებს და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე საზოგადოება გაიგებს ჩვენი კანდიდატების შესახებ. და კითხავთ ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით, მაიას ქიტიშვილს ელოდებიან დღეს პროკურატურაში. ჩვენ ვნახეთ წინა დღეებში ვახტანგ გომელაურმა მისცა ჩვენება, ხომ, ტაბატაძემაც. თქვენი აზრით რა შეიძლება არსებობდეს გიორგი გახარიას საწინააღმდეგოდ ამ საქმეში? ჩვენ გვაქვს მოსმენილი, რომ ის ამბობდა, რომ სეპარატისტები მათ მიერვე დაწესებულ ადმინისტრაციულ საზღვარს მიჰყვებოდნენ და იქ რაღაც ეგრეთ წოდებულ საზღვრის აღნიშნულ ნიშნებს აყენებდნენ და აქ არ ყოფილა რამე სიახლე, მაგრამ რა შეიძლება მის წინააღმდეგ არსებობდეს ამ შემთხვევაში? ყოველ შემთხვევაში ოცნებას რა შეუძლია რომ გამოიყენოს? მოსალოდნელი ყველაფერია, არავინ არ არის დაცული. ესე იგი, გამოკითხვაზე შეიძლება ნებისმიერი დაიბარონ და თქვენ აღნიშნეთ, რომ ქალბატონი მაია ცქეთიშვილი არის დაბარებული, ალბათ კიდევ ბევრს დაიბარებენ და ეცდებიან. ასევე იყენებენ ორი ინსტრუმენტს, როგორც ხედავთ, პროკურატურას და ასევე საგამოძიებო კომისიას. აქედან გამომდინარე, დაცული არავინ არ არის
ჩამოყალიბების ამ პროცესისგან. მთავარი სათქმელი აქ არის ის, რომ ოცნება ცდილობს ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ იმოქმედოს. მზად არიან ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დასაჯონ ქვეყნის დაცვისთვის, ჩვენი მიწების დაცვისთვის, იმიტომ რომ ჩორჩანას ეპიზოდი ეს იყო ერთადერთი, აი ოცნების მმართველობის პირობებში, ერთადერთი მშვიდობიანი პასუხი ოკუპანტს საკუთარი აი ამ ბორდერიზაციის პროცესზე. აქედან გამომდინარე, დაცული არავინ არ არის, ჩვენ ალბათ ძალიან ბევრ სიახლეს ვნახავთ ამ დღეების განმავლობაში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანმიმდევრულად ჩვენ მივყვეთ ამ პროცესს და ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ ოცნებასთან ბრძოლაში, იმისთვის, რომ საბოლოოდ მოვიპოვოთ გამარჯვება.